Prezidento, როდესაც ეს უკანონო ხელისუფლება შეერაღებული გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთი ბრალდება პირადად თქვენს მიმართ, თქვენი ხელისუფლების მიმართ, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, იყო ასეთი, რომ გამსახურდია, ატარებდა, ადგა იზოლაციონიზმის გზას, ასეთი ბრალდება იყო და რომ ჩვენ აი ამ იზოლაციონიზმიდან გამოვიყვანთ საქართველოს, გავაფართოებთ უზარმაზარი ეკონომიკური ურთიერთობები გვექნება უცხოეთთან და აქვე გამომართა მათ ვინც ჩვენ მოგვისმენ საქართველოში მათ რომ სახელმწიფოს ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს პოლიტიკური ურთიერთობა მიზნად ისახავს ეკონომიკურ ურთიერთობებს და საქართველოს მეჩი მყოფი ქვეყანა კიდევ უცხოურ ინვესტიციებს აი მოხდა თუ არა თქვენი აზრი მაინტერესებს თორემ მე მშვენიერად ვიცი რომ არავითარი გაფართოება საქართველოს ურთიერთობის უცხოეთთან არ მომხდარა და შემიძლია შევადარო რომ ბალტიისპირეთში მოხდა ამერიკის კაპიტალის შედება ფრანგული გერმანული კაპიტალის შედება ინვესტიციები რატომ არ ხდება საქართველოში ინვესტიციები კონკრეტულად ამაზე მინდა გავცეთ პასუხი და თქვენ მიმართ გამოყენებული ბრალდების სირუკლივი და როგორი არის აი ამ უცხოეთთან დამოკიდებულება შევარდნაძის და აქვე ბარემ ბოლომდე ჩემს შეკითხვას რა როგორი ევოლუცია განიცადა დასავლეთის პოლიტიკური წრეების და ჟურნალისტური წრეების დამოკიდებულებამ შევარდნაძის. კი ბატონო. პირველ რიგში ეს ურცხვი ბრალდება ჩემს მიმართ თითქოს მე ეწეოდი თვითიზოლაციის პოლიტიკას ყველამ კარგად იცის რომ ამ იზოლაციას მიწევდა მე საბჭოთა კავშირის საბჭოთა მთავრობა კერძოდ გორბაჩოვი და უშუალოდ შევარდნაძე ვინაიდან ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი რომელსაც გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ უპრეცედენტო კამპანია დასავლეთის პრესაში დეзинფორმაციული კამპანია ჩემი დიქტატორობის შესახებ თვითონაც ფაშიზმის შესახებ და ასე შემდეგ ამან გამოიწვია ის იზოლაცია ფაქტობრივად მე თვით იზოლაციას კი არ ვეწეოდი ჩემს იზოლაციას ეწეოდი რამდენჯერმე მე ვიყავი მიწვეული დასავლეთის ქვეყნებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დანიაში შვეიცარიაში რამდენჯერაც დავაპირე გამგზავრება მაშინვე მომიწვეს პუტჩი გადატრიალების მცდელობა იოსელიანის შეიარაღებული ბანდების თარეში გაძლიერება და სხვა და ჩაშალეს ჩემი წასვლას კეთდებოდა მიზანმიმართულად და ამის შემდეგ ცინიკურად ეუბნებოდნენ დასავლეთს აი ნახეთ არ უნდა ჩამოსვლა მას დასავლეთში არ უნდა ჩამოსვლა იმიტომ რომ ის არის თვითიზოლაციის მომხრე როგორც ენვერ ხოჯა ასადამ ჰუსეინი და სხვა აი ასე ურცხვად ატყუებდნენ დასავლეთს ასე ურცხვად ავრცელებდნენ ამ ცილისწამებას მაგრამ მე მგონი დღესდღეობით ეს ცილისწამება უკვე თანდათან მოიხსნა მე უკვე აღარავინ არ მიწოდებს დიქტატორს დასავლეთში პირიქით ბჭყალებში დიქტატორი ხშირად შემოხვედრია პრესაში ბჭყალებში დიქტატორი განსახურდია და ბჭყალებში დიქტატორი შევარდნაძე უკვე ასე ბჭყალებში დემოკრატი შევარდნაძე აი ეს ეხნარობენ უკვე ამას პრესის დამოკიდებულება შევარდნაძისადმი ცალსახად ნეგატიურია არ არსებობს პუბლიკაცია ერთადერთი პუბლიკაცია იყო ვაშინგტონ ტაიმსში სადაც პატარა თქმა იყო ორი სიტყვა იყო შევარდნაძეს უნდა დემოკრატია მეტი არ ახერხებდა აპრილის სიტუაცია და ვითომაც უნდა დემოკრატია დანარჩენი ყველგან საქართველოს შესახებ პრესაში უკვე იწერება სიმართლე ეს იმის ნიშანია რომ მთავრობებს უკვე შეცვლილია პოზიცია მისთან მაგრამ ოფიციალურად მთავრობის ზონაზე ამას არ აცხადებენ ვინაიდან სირცხვილია ადამიანი რომელსაც გუშინ ასე ერთხელოვნად უჭერდნენ მხარს სახელდნენ ამის იდეალად და მის ქვეყანას დემოკრატიის რაღაც ოაზისად უცბად აღმოჩნდა ასე მაინც დაძრულია აშკარად დაძრულია ვინაიდან ეს ირეკლება პრესაში ყველა დიდი წამყვანი ქვეყნის პრესაში ნეგატიურად ხასიათდება შევარდნაძე მიშიცი რეჟიმი ხოლო რაც შეეხება მათ ნამდვილ დამოკიდებულებას შევარდნაძესთან ეს აისახა პირდაპირ კანცლერ კოლთან მისი შეხვედრის დროს კოლმა მიიღო ის კარგად დეკლარატიულად რასაკვირველია მხარს უჭერს მაგრამ განუცხადა რომ ვერავით არ ინვესტირება ვერ მოხდება საქართველოში ჩვენი კაპიტალის სანამ იქ ასეთი არასტაბილური მდგომარეობაა ესე იგი სანამ შევარდნაძის რეჟიმი არსებობს ვინაიდან ვიცით სანამ შევარდნაძის რეჟიმი არსებობს იქნება არასტაბილური მდგომარეობა რომ არც ერთი ბიზნესმენი არ ჩადებს ინვესტიციებს ქვეყანაში სადაც არ არსებობს ხელისუფლება არ არსებობს პოლიცია არ არსებობს კანონი არ არსებობს კონსტიტუცია უფრო მეტიც ამას ჩემთან იყვნენ თურქი ჟურნალისტები იმ გაზეთიდან რომელიც ჩემ მიმართ იყო ძალიან ნეგატიურად უწინ განწყობილი მოვიდნენ ერთგვარი ბოდიშით და მითხრეს ჩვენ ვიცით რომ საქართველოში არ არის არავითარი ხელისუფლება თქვენ ხართ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და გვითხარით რა ეშველება საქართველოს ჩვენ ვერ ჩავსულვართ საქართველოში და ვერ გვიმუშავია ვინაიდან გვეშინია ჩვენი სიცოცხლის ჩვენი უსაფრთხოების
ესე იგი, მithumetes ეკონომიკის თეორიები რას იფიქრებენ, რომ ჟურნალისტი ვერ ჩასულა ქვეყანაში, ტურისტი ვერ ჩასულა ქვეყანაში და რომელი უცხოური კაპიტალის დაბადება არის შესაძლებელი. ეს ხომ არის აბსოლუტური სიცრუე და იმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც დეკლარაციულად თვითონ შევარდნაძის უჭერს ხარს, თავის მოქალაქეებს აუგრძელა საერთოდ საქართველოში ჩასვლა. ვინაიდან საქართველო არის საშიში ქვეყანა. აი, აქედან შეგიძლია თქვენ განსაჯოთ, როგორი დამოკიდებულებაა შევარდნაძისადმი მისი რეჟიმისადმი. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ბოლო დეკლარაციის განცხადებაც კი საინტერესოა, რომ ეს ბეიკერის დროს მოხდა, მაგრამ თვითონ ბეიკერმაც კი ბოლოს ვალდებულად ჩათვალა თავის განცხადებაში საქართველოს შესახებ, რომ ასე დაეწყო ის პირველი პუნქტი ასეთია, რომ შევარდნაძემ ვერ გაამართლა საქართველოში ამ 5 მილიონიან რესპუბლიკაში ის იმედები, რომლებსაც მასზე ამყარებდა. თვით ამერიკის დეპარტამენტმა შეიტანა. აი, ევოლუციის თვალსაზრისით და აშკარად ნეგატიური ხდება თანდათანობით მისთამი დამოკიდებულება, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთის პრესა სალსახად ნეგატიურია შევარდნაძის შესახებ. შვეიცარიის პრესა, უკვე გერმანიის პრესა ფაქტურად მე ერთადერთი ორი წერილი იყო გერმანიაში კოლის დაკვეთით, მაგრამ დღეს გერმანიის პრესა თქვენ ნახეთ ალბათ დივოხეში გამოქვეყნებული უნჰაინიგე გეორგ სტატიაც, რომელიც შედაშორის იბერიის სპექტმა არასწორად თარგმნა. ურწმუნო გიორგი კი არა, უწმინდური გიორგი. ქვია ამ სტატიას და იგი განადგურებულია შევარდნაძე და მისი რეჟიმი. ასეთი წერილები ძალიან გახშირდა განსაკუთრებით ბოლო ხანებში დასავლეთის პრესაში. და ეს ნამდვილად სამიგეშოა. პირადად თქვენთან გარკვეული კონტაქტები აქვს. კი ბატონო, არის შეიძლება თუ არა. არის განსაკუთრებით მაქვს მე ინგლისის რომ რაღაცის კონტაქტები. კი ბატონო, არის დასავლეთის პრესასთან განსაკუთრებით აი ინგლისის წამყვანი პოლიტოლოგიური ჟურნალი სოვიეტ ანალისტი, რომელსაც უკვე ჯორჯიან ანალისტი დაარქვეს. ვინაიდან მეორე ნომერი უკვე მთლიანად მიძღვნილია საქართველოსადმი და შევარდნაძის რეჟიმის ხილებისადმი. აქ არის საოცარი ფაქტები გამოვლენილი ამ ესე იგი შევარდნაძის დიქტატორული რეჟიმის შესახებ, ანარქიის შესახებ, რაც საქართველოში სუფევს და ეს ერთმანეთს კითხვები იცნობს, ის იყო წინა ნომერი მას ფოტოშორის საქართველოს პრესაში ძალიან ცოტა გამოქვეყნდა იმ ნომრიდანაც და ეხლა იმედი მაქვს რომ ინგლისის ნომერია, რომელიც საქართველოს კი ბატონო, ასე რომ ყველანაირად მიმდინარეობს და მე არ ვიცი მაგის თუ არა ამის უფლება თქვა რომ გარკვეული სახელმწიფოს ხელისუფლებიდან თქვენთან ამ ბოლო დროს მოხდა კონტაქტების დამყარება. კი არის, მე არ მინდა ახლა ამის შესახებ ძალიან დეტალური საუბარი, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ დღეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისადმი ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება. და რაც თავარია მოიხსნა ის ძველი ბრალდებები, თუნდაც დიქტატურის შესახებ, თუნდაც თვითიზოლაციის შესახებ. დღეს ამერიკის პრესაში იქნება თუ სხვა ევროპის პრესაში ჩემი ხსენება ხდება მხოლოდ ასე. დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი გადაყენებული არადემოკრატიული მეთოდებით კრიმინალური ბანდების მიერ. აი მაგალითად აგერ Christian Science Monitor-ში გამოქვეყნდა წერილი, ესე იგი დესტაბილიზაცია როგორც ეკონომიკის გასაღები, ეკონომიკის მდგომარეობის გასაღები, სადაც შეიძლება ვთქვათ მეგობრული არ არის ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ ძალზე ნეგატიური და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი განდევნილ იქნა ნასამართლები კრიმინალების მიერ. ეს პირდაპირ ასე, რომელთაც შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანეს შევარდნაძე. აი ესეთი არის პრესაში სათაურის არსირაში მდგომარეობა. რომ დესტაბილიზაციის ციხე აიხსნება ეკონომიკის ასეთი მდგომარეობა. ეს გაბატონებული აზრი არის ეხლა დასავლეთში. გაბატონებული აზრი. კრიმინალური. დიახ. ანარქია, სახელმწიფო ხელისუფლების არარსებობა, მთავრობის არარსებობა, პარლამენტის არარსებობა, საკანონმდებლო ბაზის ვინ შემოიტანს. სადაც აი აქ პირდაპირ დახასიათებულია ეს პარლამენტი და ნაჩვენებია რომ ფაქტობრივად ეს არავითარი პარლამენტი არ არის. ასე რომ ასეთი მამხილებელი წერილები ძალზე გახშირდა. ეს არის მთავრობის პოზიცია. თქვენ უნდა გახსოვდეთ რომ დასავლეთში პრესა იმართება მთავრობის მიერ არანაკლებად ვიდრე აღმოსავლეთში. ეს ფოტოშორის საერთოდ ასია. მთავრობას ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს პრესაზე. ესე იგი პრესაში ზოგჯერ ისეთი პოზიციები გამოჩნდება, რომელსაც მთავრობის განწყობილებებს, რომელსაც მთავრობა ჯერ ოფიციალურად ვერ აცხადებს ან არ აცხადებს. ძალიან კარგად რაღაც მინიმალურად. აი ეს